ვერავის შეაშინებთ ვერც ერთი მექანიზმით, ვერც მოსკოვის, ვერც ბრიუსელის, ვერც პრაღისა და ვერც როსტოვის. არც ჰააგის მექანიზმი გვაინტერესებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის შეფასებისას აცხადებს. არაფრის მოლოდინი არ მაქვს, ქვეყანა განაგრძობს სტაბილურ განვითარებას და აზენს ირაკლი კვაბახიძე. მისი თქმით, ანგარიშის ავტორს დაავიწყდა იმის აღნიშვნა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ უკვე ზედიზედ მეორედ თქვა უარი საპარლამენტო მანდატებით სარგებლობაზე, რითაც სადაც გამოეთხარა საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და დემოკრატიული სისტემისთვის. მთავრობის მეთაური მიიჩნევს, რომ დოკუმენტი შედგენილია იმ მანკიერი ვიწრო პოლიტიკური ინტერესის კარნახით, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ ეგრეთ წოდებული მოსკოვის მექანიზმის შექმნა დაეფუძნა. მისივე თქმით, ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ანგარიშის პოლონელმა ავტორმა დამალა ინტერესთა კონფლიქტი, რომელიც პოლონეთის მთავრობასთან მის უშუალო კავშირში გამოიხატებოდა. ირაკლი კვაბახიძის განცხადებით, ეუთოს ანგარიშის ავტორი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის დასახელების აღნიშვნისას ოჯახურ ღირებულებებს ეგრეთ წოდებულ ოჯახურ ღირებულებებად მოიხსენიებს, რაც მისი ფსევდოლიბერალური მიკერძოების მკაფიო გამოხატულებაა. ასევე პრემიერის თქმით, ანგარიშის ავტორი კონკრეტული პარტიების აკრძალვის მოთხოვნით ოცნების საკონსტიტუციო არჩეულს თვითნებურს უწოდებს, რაც ღიმილის მომგვრელია. კვაბახიძის თქმით, ანგარიშის ავტორს ავიწყდება, რომ სამართლის უზენაესობა სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტია და მისი შეზღუდვა ვერც ერთი უცხოელი ექსპერტის საქმე ვერ იქნება. 9 ოპოზიციური პარტიის ერთობლივი ალიანსი აცხადებს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებისთვის თანამშრომლობას საფრანგეთის ხელისუფლებასთან იწყებენ. ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ანგარიშში ჩაწერილი კონკრეტული ინიციატივები მოქმედებაში მოვიდეს. ამის შესახებ გაერთიანებაში დღეს თქვეს. ალიანსმა საზოგადოებას კონკრეტული ინიციატივები გააცნო, რა მიმართულებითაც იმუშავებენ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ივანიშვილმა დაასრულოს ისე, როგორც ბევრ სხვა ავტოკრატ სისხლიან დიქტატორს დაუსრულებია ჰააგის ტრიბუნალის ბრალდებული სკამზე. აცხადებენ გაერთიანებაში. ლელოს ჩვენთან და ჩვენ მათთან სალაპარაკო არ გვაქვს. ელაპარაკონ საკონსტიტუციო სასამართლოს და მათი ზოგიერთი წევრი სისხლის სამართლის სასამართლოს, სადაც მათთან დაკავშირებული საქმეებია. ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ლელო ძლიერი საქართველოს განცხადებას ხელისუფლებასთან პოლიტიკური დიალოგის დაწყების მზაობის თაობაზე. პაპუაშვილის თქმით, პრობლემა არა ის, რომ პოლიტიკური დიალოგი არ არსებობს, არამედ პრობლემაა ის, რომ პოლიტიკურ დიალოგს კონსტიტუციის დამრღვევები და სისხლის სამართლის დამნაშავეები ითხოვენ. პაპუაშვილმა განაცხადა, რომ არაფერი აქვს სასაუბრო ლელოსთან. ამას ამბობს იმ პოლიტიკური პარტიის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი, რომელიც წარდგენილია ჰააგის ტრიბუნალზე, როგორც საერთაშორისო დამნაშავე. ის ამ გზას ჰააგის ტრიბუნალამდე იმოკლებს. ამის შესახებ ლელო ძლიერი საქართველოს გენერალურმა მდივანმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა. კუპრაძის თქმით, ლელო პრინციპულად გააგრძელებს წინააღმდეგობასა და ბრძოლას იმ მარტივი ფორმულითა და დოქტრინით, რაც არის ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. ლელო ძლიერი საქართველოს ინიციატივა გააკრიტიკეს ოპოზიციურ ალიანსშიც. რეჟიმთან მოლაპარაკებები აუცილებლად დაიწყება, ოღონდ დაიწყება ძალაუფლების გადაბარებაზე და არა რეჟიმის გადარჩენაზე. ასე ეხმაურება პარტია ფედერალისტების ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი ლელო ძლიერი საქართველოს განცხადებას. როგორც ის წერს, ამ დიალოგის ინიციატორი იქნება ქართველი ხალხი. შარლ მიშელის სულის თეფშის ტრიალით გამოძახებას შეეშვით მეგობრებო, მაინც არ მოვა. ამის შესახებ კოალიცია ცვლილებებისთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა მას შემდეგ, რაც ლელო ძლიერმა საქართველომ განაცხადა, რომ აუცილებელია დაიწყოს პოლიტიკური მოლაპარაკებები ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა საკითხებთან ერთად ბრიუსელში დღეს საქართველოზე მსჯელობენ. ინიციატორები გერმანია და საფრანგეთი არიან. შეხვედრის დაწყებამდე საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა არ მიდის სწორი გზით. განვიხილავთ, სხვარის გაკეთება შეგვიძლია, ამბობს კალასი. დარწმუნებული ვარ, ეუთო და აგრეთვე მოსკოვის მექანიზმი სათანადო შედეგებს მოიტანს და როგორც ევროკავშირმა კი სიფრთხილე უნდა შევინარჩუნოთ. განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს არა ევროპული ინტერესების შესაბამისად, არამედ გარე ძალების კარნახით. ევროპული სუვერენიტეტი არის ძალიან დაბალ ნიშნულზე, აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კვაბახიძის თქმით, პირველ რიგში ეკონომიკური კუთხით ძალიან მძიმე დაითხოვა არეულობა ევროპის კონტინენტს და კონკრეტულად ევროკავშირის სივრცეს. ევროპული ბიუროკრატია მოქმედებს არა ევროპული ინტერესების შესაბამისად, არამედ გარე ძალების კარნახით, რაც აბსოლუტურად ცხადია. ზუსტად ასეთი კარნახით მოახერხეს მათ და ევროპის
ევროპის ეკონომიკა, რომლის წელი მსოფლიო ეკონომიკაში 30% იყო, შეამცირეს 17.5%-მდე. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ევროპული სუვერენიტეტი არის ძალიან დაბალ ნიშნულზე, განაცხადა საქართველოს მთავრობის მეთაურმა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილ მოადგილეს რომეო მიქაუტაძეს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე ჩამოერთვა ქონების ნაწილი. სასამართლომ მიქაუტაძე 9-ვე ბრალდებაში დამნაშავედ ცნო. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გამოაცხადა. მას ჩამოერთვეს ქონება, კერძოდ კი ესპანეთსა და მცხეთაში არსებული სახლები, როგორც მისი, ასევე მისი მეუღლის სახელზე რეგისტრირებული 3 ავტომანქანა. მას ასევე ჩამოერთვეს ბინები ჩხრეკისას ამოღებული ძვირფასეულობა, შორის ოქროს საათები და ოქროს ზოდებიც. მიქაუტაძე სამსახურეობრივი უფლებამოსილების მრავალჯერ ბოროტად გამოყენებასა და ამ გზით უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში ცნეს დამნაშავედ. ბრალდებული განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია, რომეო მიქაუტაძის ადვოკატები განაჩენს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. ისრაელმა ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალი სერია დაიწყო. ახალი ცნობით იერიშები თეირანში, შირაზსა და თავრისში განხორციელდა. მათივე ცნობით ირანიდან ბალისტიკური რაკეტის გაშვება შენიშნეს. ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლას წინააღმდეგ თავდასხმები გრძელდება სამხრეთ ლიბანზეც. ისრაელის თავდაცვის ძალებში ამბობენ, რომ უნდა გაფართოვდეს ბუფერული ზონა. ლიბანში ოპერაციის მიზანი ტერორისტული ინფრასტრუქტურის განადგურება და იმ მებრძოლთა ლიკვიდაცია, რომლებიც რეგიონში მოქმედებენ. სპარსეთის ყურის ქვეყნებმა ირანის მხრიდან თავდასხმებზე ინფორმაცია გაავრცელეს დღესაც. არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანული რაკეტები და დრონები მოიგერიეს. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ დრონებთან დაკავშირებული ინციდენტის გამო დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად ხანძარი გაჩნდა და ფრენები დროებით შეჩერდა. ამასთან საუდის არაბეთმა განაცხადა, რომ შუაღამის შემდეგ 60-ზე მეტი დრონი მოიგერია. ახალი დარტყმების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს ერაყმა და ქუვეითმაც. შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომის მესამე კვირაში აცხადებს, რომ ირანთან ომი მალე დასრულდება. ტრამპის თქმით, ირანი ჯერ კიდევ არ არის მზად შეთანხმებისთვის, ამ ომის დანახარჯები შტატებისთვის კი უმნიშვნელოა. ისრაელისა და ამერიკის დაბომბვების შედეგად ასობით ირანელი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის 200-ზე მეტი ბავშვი, პასუხობს ტრამპს აბას არახჩი, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი. მსხვერპლიდან გრევა მოჰყვა უკრაინაზე რუსეთის ჯარების მორიგ მასირებულ შეტევას. სუპილოტო საფრენი აპარატები თავდასხმა იყო გასულ ღამით და დღეს დილითაც, რასაც უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობამ არატიპური უწოდა. ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით რეგიონის ადმინისტრაციულ ცენტრში ქალაქ ზაპოროჟიეში დილით დრონებით შეტევა იყო ერთ-ერთ საცხოვრებელ რაიონზე, სადაც 1 ადამიანი დაიღუპა და 4 დაშავდა. დაშავებულებიდან 2 მაშველებმა სახლის ნანგრევებიდან ამოიყვანეს. დრონებით შეტევის შედეგად სულ მცირე 1 ადამიანი დაშავდა გასულ ღამეს ქალაქ ხარკოვში. ამის შესახებ ტელეგრამზე დაწერა ქალაქის მერმა. მისი ინფორმაციით დაზიანებულია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა. დღესდღეობით უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დრონებით შეტევა მოიგერიეს დედაქალაქ კიევშიც. მერის ვიტალი კლიჩკოს ცნობით მოგერიებული აპარატების ნამსხვრევები კიევის ცენტრში ჩამოწევდა. მისივე თანახმად არავინ დაშავებულა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით დილის 11 საათის მდგომარეობით დადასტურებული იყო რუსეთის 194 დრონის მოგერიება, 16 პირდაპირი დარტყმა 10 ადგილზე და ნამსხვრევების ჩამოცვენა 11-ზე. 16 მარტს დღისით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინაში დაარტყეს ენერგეტიკის და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებს, რომლებიც უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტერესებისთვის გამოიყენება. მანამდე დილით რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად 15 მარტის ღამის 11 საათიდან 16 მარტის დილის 8 საათამდე მოიგერიეს 145 უკრაინული დრონი და მათგან ყველაზე მეტი 53 მოსკოვის ოლქის ტერიტორიაზე.